საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტის განხილვა ოფიციალურად დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პორტფელი ექმნება. სხდომაზე კანონპროექტი დეტალურად განმარტა მომხსენებელმა, რომლის განმარტებითაც სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები თავდაცვის უწყებაზე არ გავრცელდება. აღნიშნული თანამდებობის შემოღებით უზრუნველყოფილი იქნება ეფექტური ყოველდღიური კოორდინაცია სახელმწიფო მინისტრის მხრიდან აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში შემავალ სამართალდაცვით ორგანოებს შორის, მათი საქმიანობის გაუმჯობესებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება და ამავდროულად აღნიშნული ახალი სახელმწიფო მინისტრი შეასრულებს საქართველოს იქნება ასე ვთქვათ ურთიერთო წარმომადგენელი საქართველოს მთავრობის პროკურატურასთან, სასამართლოსთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ურთიერთობაში. რამდენიმე დღეში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე ოფიციალურად დაიკავებს. კანონპროექტის თანახმად მდინარაძის უწყებას საკუთარი აპარატი არ ეყოლება. უწყებას არც ცალკე ბიუჯეტი ექნება. აღნიშნულმა საკითხმა ხმაური და კამათი გამოიწვია იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. კომიტეტის თავმჯდომარის გაღიზიანება გახარიას გუნდის წევრის გიგა ფარულავას კითხვამ გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კონკრეტული პირის დასაქმებისთვის იქმნება. 6 თვეში გენერლად დაწინაურებულ მამუკა მდინარაძეს, რომელიც ერთ დღეში გადაიყვანეს და შეუთავსეს კოორდინატორობა, ფაქტურად აპარატიც კი არ ეყოლება იმისათვის, რომ ეფექტურად განახორციელოს ეს კოორდინაცია. ერთად დაასრულეთ, რა თქმა უნდა, თქვენ დაასრულეთ და მოგეცემოთ ამის საშუალება. ჯერ დამასრულებინეთ და შეგიძლიათ. არა, ერთი წამით. ლექსიკას დაუკვირდით, რა ლექსიკას ხმარობთ, როდესაც და იყენებთ უკაცრავად, როდესაც ხართ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომის მიმდინარეობისას ამ დარბაზში. თქვენ ამბულად ვერ მასწავლით ლექსიკას, ეს ერთი. მე თქვენ არავის და არაფერს არ გაგსწავლით. ღმერთმა დამიფაროს, აქამდე უნდა გესწავლოთ ჩემი აზრით. შემთხვევა არაერთის გვაქვს ასეთი რიყეზე რო გადიან და ქვებს ვერ ნახულობენ კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამ ცდილობაშიც ჩანს მათი უნარობა. მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში დაბრუნების როლსა და მნიშვნელობაზე საუბრობენ მართველი გუნდის წარმომადგენლები. მათი შეფასებით ცვლილებები მნიშვნელოვან პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს, რაც მამუკა მდინარაძეს მისცემს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში და პარალელურად კოორდინაცია გაუწიოს ძალოვან უწყებებს. თითოეული კანდიდატურა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ახალი სტრუქტურული თუ საკადრო ცვლილებების შესაბამისად არის შემოთავაზებული, არის პროფესიონალი. იცით, რომ მამუკა მდინარაძე, რომელიც წარმატებული ხელმძღვანელი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ახლა მთლიანად კოორდინაციას გაუწევს ძალოვან უწყებებს და ეს იქნება, ასე ვთქვათ, საკვანძო პოზიცია მთლიანად მთავრობის შემადგენლობაში და ვფიქრობ, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრის мотиваცია, რაც იყო, რომ კიდევ უფრო გაეძლიერებინა ინსტიტუციურად და ამ ინსტიტუტების ერთმანეთთან თანამშრომლობა, ეს აუცილებლად შედგება. სამართალდამცავი ორგანოები ზედმიწევნით ზუსტად ახორციელებდნენ და ახორციელებენ საკუთარ საქმიანობას, თუმცა ამ სტრუქტურების კოორდინირებული მოქმედება კიდევ ერთიურად გაზრდის ეფექტურობას. დაუჭერს თუ არა საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს ხალხის ძალა. ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პარტიაში განაცხადეს, რომ შიდა კონსულტაციებს მართავენ, დაუჭირონ თუ არა მხარი მამუკა მდინარაძისთვის ახალი სამინისტროს შექმნას. აქვს კონსულტაციები ხალხის ძალაში, ძალიან კარგად ვიცით რა გამოწვევები არსებობს ზოგადად ქვეყანაში, ვის და ხა ხალხის ძალას ვერავინ ვერ ასწავლის. საქართველოში რა გამოწვევებია ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ჩვენ რა კითხვებიც ჰქონდა და გვაქვს ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვიღებთ პასუხებს. საჯაროდაც მას შორის როცა იქნება განხილვა ამ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტზე იქნება ეს თუ განსაკუთრებით სესიაზე, როდესაც შევიტანთ ცვლილებებს კანონში, უნებრივია რომ ჩვენი კითხვები იქაც გამოჩნდება და ჩვენი პოზიციონირება. ხალხის ძალისგან განსხვავებით გახარიას გუნდის წევრები გადაჭრით ამბობენ, რომ კანონპროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება. ხელისუფლების ოპონენტები შიდა კლანურ დაპირისპირებაზე საუბრობენ. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, საკადრო ცვლილებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილებებს ერთი ადამიანი, კერძოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს. ეს არის კიდევ ერთი მორიგი დასტური, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას ღებულობს ერთადერთი ადამიანი, რომელსაც როცა დაჭირდება და ვინც დაჭირდება, იმას დანიშნავს და იმას გაათავისუფლებს. იმიტომ რომ სხვა არანაირი ლოგიკა
ბოლო 1 წლის განმავლობაში ორჯერ შეცვალა სუსის ხელმძღვანელი, როდესაც კანონით მას ის უნდა იყოს 6 წლის ვადით არჩეული თანამდებობის პირი, ну, რა თქმა უნდა, უბრალოდ სხვა ლოგიკა არ არსებობს. ეს პირდაპირ მიუთითებს იმ არაფორმალური მმართველობის, აი ყველაზე უარყოფით მხარეზე და იმ სისტემურ კრახზე და გაუმართავებაზე, რასაც დღეს აქვს ადგილი ოცნების რეჟიმის მმართველობის პირობებში. სრულიად გაუგებარია რა თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძეს. ჩვენ გქონდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, ის გააუქმეს და ეხლა ქმნიან ხელახლა მაკოორდინირებელ სტრუქტურას აი ამ ძალოვანი უწყებებისა. გაუგებარია რა ფუნქციები ექნება ამ უწყებას და ასე შემდეგ. ასე რომ ესაა ძალიან უცნაური გადაწყვეტილება და გავს იმას, რომ მამუკა მდინარაძეს მისცეს აი ეს საპენსიო თანამდებობა. კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნება, პარლამენტი დაჩქარებული წესით მიმდინარე კვირაში მიიღებს. პარალელურად დეპუტატები სუსის ახალი უფროსის გეკა გელაძის ასარჩევად ემზადებიან. აღსანიშნავია, რომ სამთავრობო ცვლილებების თანახმად შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი გელაძის ნაცვლად სულხან თამაზაშვილმა დაიკავა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კი თამაზაშვილის ნაცვლად ზურაბ პატარაძე დაინიშნა.